მოგესალმებით ხაბატონებო და ბატონებო, ეს TG გახლავართ და დღეს გიბრუნებით ახალი ვიდეოთი. როგორც ხედავთ, ეხლაღაც გუშინ ჩატარდა UFC-ს ივენთი, UFC 312, სადაც დრიკუს დუპლესი დაუპირისპირდა შონ სტრიკლენდს. UFC 312-ზე პრელიმებზე გამოვიდა დებიუტანტი ილია თოფურიას ძმა ალექსანდრე თოფურია. მან კობი თიქნესთან მასტერკლასი ჩაატარა და საჯების გადაწყვეტილებით 30-27 და 30-27 გაიმარჯვა. ალექსანდრე თოფურიას აქვს ძალიან კარგი გრაფლინგი. და ეს გვიჩვენა ჩვენ ამ თამაში, ამ ჩხუბშიც. როგორც ილიას ადრე იუსუფ ძალას დაუპირისპირდა თავის დებიუტში ილია თოფურია. ზუსტად ესეთი გდებები, ზუსტად გრაფლინგი ეჩვენა მანაც და ალექსანდრე თოფურიამაც თავის დებიუტში. ამიტომაც ჩემი აზრით ძალიან გვანან ეს ძმები ერთმანეთს და ჩემი აზრით ალექსანდრე თოფურია შემდეგში განავითარებს თავის კრივს და შეიძლება ნოკაუტით დაუბრუნდეს. მოდით გადავიდეთ ჩვენ co-main event-ზე, სადაც ჯანგუელი დაუპირისპირდა ტატიანა სუარესს. ტატიანა სუარესმა თავიდან კარგი გრაფლინგით დაიწყო ჩხუბი. Takedown-ი გაუკეთა ვეილის submission-ზე წავიდა, მაგრამ ვეილი გაუძლო მის submission-ებს, ცოტა ხნით კონტროლსაც შეეგუა, მაგრამ მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე რაუნდებში მასტერკლასი ჩაუტარა. ჟანგუელი ამ გამარჯვებით მეხუთეჯერ დაიცვა თავისი strawweight-ის ტიტული. მოდი გადავიდეთ ჩვენ main event-ზე. დრიკუს დუპლესი დაუპირისპირდა შონ სტრიკლენდს. DDP-ის დომინაცია იყო დღეს. საჯების გადაწყვეტილება კი ასეთია: 49-46, 50-45 და 50-55. DDP-მ გამარჯვებით მეორეჯერ დაიცვა თავისი ტიტული. მოდით გადავიდეთ ახლა შემდეგ Fight Night-ზე. კანონიერი როდრიგესზე. ჩემი აზრით, კანონიერი როდრიგესი ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება. ამიტომაც ძალიან გთხოვთ, რომ დაგვიწეროთ კომენტარებში თქვენი აზრი, თუ ვინ მოიგებს ამ ბრძოლას. ჩვენი ვიდეო დასასრულს მივახსოვნა. ამიტომაც გთხოვთ, რომ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ეს ვიდეო. აბა გარეთ შემდეგ ვიდეოში შეგხვდებით.